ბიძინა ივანიშვილის გვერდით სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე მონიშნული პირი ჟანრი ნოდია, მილიარდერის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წლების განმავლობაში. ვიდეო მასალა, სადაც ივანიშვილის დაცვის უფროსს ვაწყდებით, ბევრია და ყველა მათგანში ნათლად ჩანს, რომ ჟანრი ნოდია ოლიგარქის ჭარბი ნდობის სარგებლობს და ის არის ყველგან, სადაც ივანიშვილია. ის იძლევა მითითებებს და უფლება აქვს იყოს ყველაზე ახლო კონტაქტში, არა მხოლოდ მილიარდერთან, მისი ოჯახის წევრებთანაც კი. პირი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობოდა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლეს ანდობდა, ქვეყნიდან გაიქცა და ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლიტიკური თავშესაფარის თხოვა. ჟანრი ხო წავიდა ქვეყნიდან? ხო, ამერიკაშია, ხო? საიდან იცით, რომ ამერიკაში წავიდა? თავშესაფარი მოითხოვაო და მიზეზი ხო არ იცით რა შეიძლება ყოფილიყო. ეს გლდანულაა, ერთადერთი მისამართი, რომელსაც სხვადასხვა დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი თავად უთითებდა. აქ მისი დაცხოვრობს, თავად მილიარდერის დაცვის უკვე ყოფილ უფროსს, უძრავი ქონება არც დედაქალაქში და არც მშობლიურ აბაშაში, საკუთრებაში არ გააჩნია. უკაცრავად, არაფერი, გადი შეწიკ ერთი წამით, რაღაც დაზუსტება მინდა, ბოდიშ ვიხდი. მას შემდეგ, რაც ჟანრი ნოდიას დახვდება, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის ქვეყნიდან გაქცევის მიზეზებით ვართ დაინტერესებული, კარს კეტავს და მხოლოდ იმის დადასტურებას ვიღებთ, რომ ოლიგარქის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ქვეყნიდან ნამდვილად არის წასული. ჟანრის ვეძებ. ანუ ბიძინა ივანიშვილთან არ მუშაობდა? და რატომ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი? ახლა აღარ გესმით ჩემი? შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჟანრი ნოდია ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალური გზით მექსიკიდან მოხვდა. 6 თვის განმავლობაში ის საემიგრაციო სამსახურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იყო და სპეციალური სამაჯურით გადაადგილდებოდა. ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონდა უფლება დაეტოვებინა ფილადელფია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი ამერიკას თხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს. ჩვენი ინფორმაციით ეს სტატუსი მან მიიღო კიდეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ნოდიამ შტატებს მტკიცებულებებით დაუდასტურა, როგორი საფრთხის შემცველი იყო მისთვის საქართველოში დარჩენა. რა იცოდა კაცმა, რომელსაც ოლიგარქი სიცოცხლეს ანდობდა ივანიშვილის შესახებ ისეთი, რის გამოც იძულებული გახადეს ქვეყნიდან გაქცეულიყო. სააკაშვილი დროს კიდე ისე მუშაობდა, სულ წარმატებული თანამშრომელი იყო. სააკაშვილიდან მოყოლებულია. იმის შემდეგ ივანიშვილთან მუშაობდა. არაფერი ის პრობლემები არ ჰქონდა მაგას. და თუ პრობლემები არ ჰქონდა, ქვეყანა რატომ დატოვა? კაცო, რატო დატოვა, მე რა ვიცი. ნუ ემიგრაციაში რატო წავიდა? გესმით ჩემი ხმა ქალბატონქეთო? ოჯახის უცნაური დუმილი კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის ვერსიას, რომელსაც კარგად ინფორმირებული წყარო გვიყვება. კონფიდენტის მონათხრობის თანახმად, წასვლის გადაწყვეტილება ნოდიამ სპონტანურად ერთ დღეში მიიღო. სახლში მივიდა, ბარგი ჩაალაგა და ნასესხები ფულით მექსიკამდე ჩააღწია. ამბავი ყველაზე გავლენიანი კაცის, პირადი მცველის უცაბედი გაუჩინარების შესახებ იმდენად შოკის მომგვრელი იყო ოჯახისთვისაც, რომ ჩვენი ინფორმაციით მათ გაქცევის რეალური მიზეზი ამ დრომდე არ იციან. ჟანრი ნოდია აქ ჯერ კიდევ არ იცავს ბიძინა ივანიშვილს. ვიდეო 2013 წელს არის გადაღებული. ის წლების განმავლობაში სპეცსამსახურების კადრი იყო. შაბათის ეთერს უყვებიან, რომ ქვეყნიდან გაქცევის საქმეში ფიგურირებს გარკვეული სახის ფარული ჩანაწერებით, თუმცა დაზუსტებით არ ვიცით რა. მე გაწუხებთ ჟანრი ნოდიასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ვუკავშირდებით ოთარ ჩაჩუას. კაცს, რომელთან ერთადაც ჟანრი ნოდიამ 2018 წელს შეპესე ანი დააფუძნა. ჩაჩუა საკუთარ ბიზნეს პარტნიორთან და მეგობართან ნაცნობობასაც კი უარყოფს. უკაცრავად, ოთარ ჩაჩუა ხომ ხართ? დიახ. და ამ პირადი ნომრით რაც გითხარით? კი ბატონო, კი ბატონო და ჟანრი ნოდიას არ იცნობთ? არ ვიცნობ გიშლება. და კომპანია როგორ დააფუძნეთ ერთად უკაცრავად? არ მოხალბატონო გიშლება სხვაგან ხვდებით, ალბათ ვერ ხვდებით ასე გითხეთ. სხვაგან როგორ ხვდებით? რეესტრის ამონაწერი მიჭირავს ხელში, სადაც თქვენ და ბატონი ჟანრი ხართ პარტნიორები. ალბათონო გიშლებათ, არასწორ ნომერზე რეკავთ. ესე უნდა მიპასუხოთ, ანუ რახან არ არა თუ ჯერავთ ამიჯერეთ. არა, როგორ უნდა მჯეროდეს, თქვენი პირადი ნომრით კომპანია გაქვთ დაფუძნებული და მეუბნებით რომ არ იცნობ თქვენს ბიზნეს პარტნიორს და როგორ უნდა დაგიჯეროთ?
არასწორად ნომერზე რეკავთ ხალბატონო, პირველად მისვიზას. თქვენც ბიძინა ივანიშვილის დაცვაში მუშაობთ? არასწორად მე რეკავთ. გავიგე, არ გინდათ მიპასუხოთ. ბატონი ოთარი ცრუობს. ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ მან და ბიძინა ივანიშვილის პირადმა მცველმა კომპანია 2018 წელს ზუსტად იმ დროს დააფუძნეს, როდესაც ნოდიას ოლიგარქის უსაფრთხოება ჩააბარეს. მას ეს უფლებამოსილება 2023 წლამდე ჰქონდა. რატომ ასაიდუმლოებს მისი წასვლის შესახებ ინფორმაციას ყველა? პასუხი სავარაუდოდ მხოლოდ ნოდიამ და მილიარდერის უახლოესმა გარემოცვამ იციან და არ ამბობენ. რაც უნდა იზახოს და იხტუნაოს, რომ ეგრე არ იყო, მე ჩემი ყურით გავიქე და ჩემთვის ახლა ყოველთვის აგენტი იქნება. ჟანრი ნოდია დუმს და არ ყვება ბიძინა ივანიშვილისგან გაქცევის რეალურ მიზეზს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის არ არის ერთადერთი, ვინც ოლიგარქი და მის მიერ მართული ქვეყანა მიატოვეს. მილიარდერის გარემოცვიდან შაბათის ეთერს უკავშირდება პირი, რომლის მონათხრობის მიხედვითაც ვადგენთ, რომ ჩვენმა რესპონდენტმა საქართველოს არაფორმალური მმართველის შესახებ იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე გაქცეულმა ჟანრი ნოდიამ. მე ჯობი რომ გამიშთა უკვე თვითონ ამითხარო, ესე იგი პუტინთან მარტო მე შემილიაო, დაცვის უფროსთან ერთად შევიდეო. ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია. სიტყვები, რომლის ხმამაღლა თქმასაც მილიარდერი ალბათ ხვდებით, რომ მხოლოდ უახლოეს გარემოცვასთან გარისკავდა. სწორედ ასეთი ადამიანია ახლა ხაზზე შაბათის ეთერთან. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ კონფიდენტი საქართველოში არ იმყოფება და საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამ ეტაპზე არც იდენტიფიცირების სურვილი აქვს. გეგმა ჩავარდა. ვითომ გამოიბარა რუსეთიდან რეგულარული ჩამოვიდა, ეს იყო გეგმა B. ისტორიას ვიწყებთ პერიოდიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთში 16 წლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს. ეს არის 2004 წლის დასაწყისი. დრო, როდესაც ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარია და ძალაუფლებას მიხეილ სააკაშვილის მთავრობა იბარებს. შაბათის ეთერის ინფორმატორი ყვება, რომ პირველი ტრიუკი ივანიშვილმა მაშინ ჩაატარა, როდესაც ქვეყანაში დაბრუნებას რუსეთიდან გამოქცევა დაარქვა. რეალურად კი ვნუკოვოს აეროპორტიდან რეგულარული რეისით იფრინა და ამას ოფიციალური მოსკოვი არ დაუშვებდა მილიარდერის საქართველოში დაბრუნება, რომ კრემლთან შეთანხმებული არ ყოფილიყო. ლებედი წასული ამბავი არის. ამან რეალურად ეს არ გეგონოთ, ხო გეუბნეთ ეშმაკობა ყოფნის ამას საკმარისი. ამან 100 მილიონი დახარჯა. ან თავისი სიტყვები არის 100 მილიონი აქვს მაშინ ელცინის პერიოდში. და არ არის გამორიცხული ეს რამოდენიმე თამაშად თამაშობდა. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პუტინის მოსვლაში ამან დიდი როლი ითამაშა იმ პერიოდში 100 მილიონი. დღევანდელი ალბათ 2 მილიარდზე მეტი შეიძლება იყოს. ბიძინას რასპისკან მე არ მინახავს. მაგრამ ბიძინასთან რეკავდნენ ეს ხალხი. 2004, 5, 6, 7-ში, რა ვიცი, რომ რეკავდნენ, ეგ ვიცი. თვითონ მეთხრა. ვიღაჩოვიჩს ველაპარაკეოდა, მე ვერ მივხვდი მაგი მეთქი და ისა ფერფეს დირექტორსო. ნიკოლაი პატრუშევი იმ დროისთვის ნამდვილად FSB შეფი იყო. მას ეს პოსტი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ეკავა. FSB-შიც და პუტინის გვერდითაც პატრუშევი 1999 წლიდან საჯაროდ ჩნდება. უწყებას, რომლითაც რეალურად რუსეთის ფედერაცია იმართება, ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტზე მყოფი ნიკოლაი პატრუშევი 9 წლის განმავლობაში მართავდა. პუტინის მარჯვენა ხელი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის მსგავსად უცვლელია. FSB-ს შემდეგ მას 16 წლის განმავლობაში კრემლმა უშიშროების საბჭოს მდივნობა ჩააბარა. 2024 წლის მაისიდან დღემდე კი ნიკოლაი პატრუშევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველია. ეხო მოსკოვის გენერალური დირექტორი ალექსეი ვენედიქტოვის შეფასებით, პატრუშევი პუტინისთვის ყველაზე ახლო პირია და მის აზრს ის ყველაზე მეტად ითვალისწინებს. რასპისკა მე არ მინახავს, რომ FSB-მ მოაწერინა, აი მაგალითად, როგორც ლახოს დაუმტკიცა და დანარჩენებს, რომ პატრუშევმა პირდაპირ ჩაიყვანა ვლადიკავკაზში და პირდაპირ ხელი მოაწერინა, ანუ როგორც ფარცხალაძე არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი, ესენი იყვნენ, მაგით არაფერი განსხვავდებია. აი ეს ადგილია ზუსტად. აი ეგ მოხდა შეხვედრა. ამბავი, რომლის მიხედვითაც 2016 წელს ვახტანგ გომელაური რუსეთის FSB-ს მოქმედ დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს შეხვდა, პირველად შაბათის ეთერმა გაახმაურა. ახლა კი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი გვიყვება, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა და აუდიენციის ორგანიზატორი ნიკოლაი პატრუშევი იყო, ბორტნიკოვის წინამორბედი FSB-ს შეფი.
ამ ურთიერთობებს კი საფუძველი, როგორც ჩანს, ოლიგარქმა დიდი ხნის წინ ჩაუყარა. მაშინ იყო ხაბურძანია უშუალოების მინისტრი ჩვენთან ჯერ სანამ მიშა შეცვლიდა. ხაბურძანია იმასთან პატრუშევთან ვიყავიო, მაშინ რუსეთში პატრუშევი იყო FSB-ის დირექტორი და პატრუშევთან ვიყავიო და მითხრა რომ მოდიო აი ჩვენთან აშრომებს გაგაცნობ საქართველოდან და შევედიო ხაბურძანია დამხვდა. ესე იგი რა დონეზე იყო ჩარეული რუსეთი მეთქი უშუალოების მინისტრი იყო პატრუშევის თანამშრომელი. ეს ბიძინა ივანიშვილის მონათხრობია. სწორედ მას უთხრა კონფიდენტის ინფორმაციით პატრუშევმა, რომ შევარდნაძის მთავრობის უშიშრობის მინისტრი რუსული პროექტი იყო. ჩვენ რა თქმა უნდა დავუკავშირდით ვალერი ხაბურძანიას. ის არ უარყოფს, რომ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა და ნიკოლაი პატრუშევსაც. თუმცა ერთობლივი აუდიენციის ფაქტს ყოფილი ძალოვანი არ ადასტურებს. პატრუშევთან შეხვედრებსა და კომუნიკაციას კი სამსახურებრივი აუცილებლობით ხსნის. კაცი არ მომიტყუებია ცხოვრებაში, რომ იცოდეთ, ერთ სიტყვას გადაგდებულ ჩემსაც ვერ ნახავთ. მე ძალიან რთული ცხოვრებით მაქვს, ნაცხოვრები, ძალიან რთული გზა გამომივლია. რუსეთში იმ პერიოდში, როგორც სადაც მე ბიზნესი ვაკეთე, ეტალონი იყო წესიერებით და გამჭვირვალობით ჩემი ბიზნესი. ეს კარგად იციან ევროპელებმაც და კარგად იციან ამერიკელებმაც. არასდროს არა თუ კონტრაქტი დამირღვევია, არა თუ ვინმე მომიტყუებია, გადაგდებულ სიტყვას ვერ ნახავთ ჩემსას. ამ ვიდეოს ჩაწერისას ბიძინა ივანიშვილი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ როდესმე ვინმე მისი გარემოცვიდან გაბედავდა და მოყვებოდა იმას, რასაც დღეს ამ ეთერში ისმენთ. კავშირები რუსულ FSB-სთან, სატელეფონო საუბრები და მითითებები პუტინის მარჯვენა ხელისგან. ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრის მტკიცებით, არც საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეწყვეტილა. მაშინ მილიარდერს მიხეილ სააკაშვილიც კი დაურწმუნებია, რომ რუსეთს გამოექცა და მილიარდებიც პუტინის თანხმობის გარეშე მალულად წამოიღო. მიშამ საკმაოდ გვიან მიხვდა ეგ. ვერც მანო ვერ ხვდებოდა მიუხედავად იმის, რომ ამხელა ქსელია აწეს და ამხელა ეს ჩვენი ქვეყანა რაღაც დონეზე განვითარებული იყო და ამერიკელებისგანაც შეელოთ ინფორმაციები მიიღოთ. რატომღაც ეს იყო ფულის, უფასო ფულის ყოლაბა, იმისთვის ეს 10 და 15, 20, 25 მილიონი, როცა ამხელა გათვლილები გაქვს რა და უკან რუსეთის სახელმწიფო გიდგას, ეგ ფული არის, ეხლა პუტინს როგორ აქვს გაკეთებული, ხო ხედავთ? ფული მაგას პუტინს არ აქვს. ყველანი ფულები არის, ნეგარი ებრაული სისტემა, დაარიგე ფული, აი გაშალე, 100 კაცზე გაშალე და უთხარი, ეს ფული აბრუნეთ, ფული იშოვეთ, იცხოვრეთ კარგად, მაგრამ იცოდეთ, რომ ძირი ფული ყოველთვის არის პუტინის. არასდროს ეს დაასანქცირეთ მეორეს, მე-7-ეს, მე-20-ეს, 70 მაინც დარჩება. ერთ-ერთი ამ ფულის ნაწილაკი არის ბიძინა, მეორე იქნება ვთქვათ ვიღაც ის არა ქვია ჩუკოტკელი მილიონერი, მესამე კიდევ ვიღაც სხვა და ამას ფულები აქვს, ცოცხალი ფული აქვს რა. ამ ცოცხალი ფულით, რომელიც სინამდვილეში პუტინის ყოფილა, ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში არაერთი პროექტი დააფინანსა. გირგულიანის საქმის, იმედის დარბევის, 7 ნოემბრისა და ყველა იმ გახმაურებული ამბის დროს 2004-დან 2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი იყო სააკაშვილის მთავრობის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი. შაბათის ეთერის კონფიდენტი ასახელებს შუამავლებს და ლოკაციებსაც. სად ხდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მედიატორებისა და თავად მილიარდერისა და პრეზიდენტის შეხვედრები. ჩვენ ჩავდიოდით ხოლმე, ან თბილისში ჩამოვდიოდით მიშასთან, ან წეროვანში რო ის ჰქონდა. მანამდე იყო ხოლმე ხშირად შეხვედრები. ეს მარო მაყაშვილის სახელობისარეაბილიტაციო ცენტრია. ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას აქ საპრეზიდენტო რეზიდენცია იყო. წეროვანში ჩამოდიოდა მოლაპარაკებებზე სააკაშვილთან მოსკოვიდან დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილიც. ჯერ იყო ესე იგი მე კონტაქტი მე დავითაშვილი ყოვა. ხო შემდეგ ყოვა ჩახსნეს და ბოლოს იყო მაგის მე კონტაქტი და საჩხერეში თვითონ ჩამოდიოდა და ხდებოდა ხოლმე. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის საჩხერეში ვიზიტები საკმარისი არ იყო და სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციისთვის ბიძინა ივანიშვილს ხშირად სჭირდებოდა სივრცე, სადაც ისეთ საკითხებს განიხილავდა, რომლისთვისაც მერაბიშვილის მედიაცია საკმარისი ან სანდო არ იყო. აქ სააკაშვილი მოდიოდა ხოლმე? იქ ვერტალიოდით იქ მოდიოდა, იქ დებოდა რეზიდენციაში, მაგრამ აქ არ მინდა. ძირითადად იმიდან დადიოდა, მაგრამ აქედან ჩამოდიოდა ხოლმე რა. ვერტფრენდით დადიოდა ხშირად თუ მანქანით? მანქანაში არ ჩანდა და რა გითხარ. ხო, მაგრამ ესკორტს ხომ მიხვდებოდით? ო, ესკორტი მიდიოდა ხოლმე და ხა ვერტფრენდთას დაფრინავდა ხოლმე.
კიდევ ერთი ადგილი, რომელიც საიდუმლო შეხვედრებისთვის სავარაუდოდ თავად შეხვედრის ინიციატორი ივანიშვილის მიერ იყო შერჩეული, შავნაბადას რეზიდენციაა. თბილისიდან მოშორებით, ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ მონაწილე მხარეებს ეცოდინებოდათ, ვინ, როდის და რატომ იმყოფებოდა, სავარაუდოდ მილიარდერის ინტერესში უნდა ყოფილიყო. ეს ის დროა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ ერთი ფოტო არსებობს და რეალურ ცხოვრებაში ის არავის უნახავს. სასურველი და მხოლოდ ეს ერთია თუ სხვაც არსებობს? არა, ეს ერთი იყო. ეს ერთი აქედან შედიოდნენ? კი ბატონო. და ახლა დახურული ზონაა, ხო, როგორც ხვდები? თქვენ ვიბრძანდებით. მე ჟურნალისტი ვარ. ხო, დახურული არ და არ შეიძლება შეგმით. სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის ადგილას ახლა სუსის ანტიტერორისტული ცენტრია. აქ მიახლოება უკვე აღარავის შეუძლია. ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მსგავსი შეხვედრები 4 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. კონფიდენტი ივანიშვილის გარემოცვიდან გვიყვება, რომ მილიარდერის მთელი ძალისხმევა ამის შემდეგ უკვე ბადრი პატარკაციშვილისკენ გადაერთო. შაბათის ეთერის რესპონდენტი, რომელიც ივანიშვილთან დიდ დროს ატარებდა, ამბობს, რომ პატარკაციშვილიც რუსული პროექტის ნაწილი იყო და მისი ჩამოშორება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა. ყოველთვის ესე ებრძოდა ხოლმე პატარკაციშვილს და სულ მიგვირდა, აი რა კვეთა აქვს, აი რატომ უნდა ებრძოდეს ადამიანს. ანუ პატარკაციშვილი იყო ნომერი პირველი, რაც შევხედე, იგი იყო გამოგზავნილი, რომ მაგი უნდა გამხდარიყო აქ საქართველოში ძირითადი ოპოზიციის დაფინანსებელის და ლიდერიც. ანუ ეგრეც მიდიოდა საქმე, რომ ეგ გახდებოდა პირველი ნომერი. ყველაფერი გააკეთა, როგორ პატარკაციშვილი მოეშორებინათ. ეხლა მე ეს ადამიანი თვითონ დაიღუპა თუ რა მოხდა ეგ მე არ ვიცი და ეს დავამტკიცებ, მაგრამ ფაქტია რომ ეს გახდა პირველი ნომერი რუსეთისთვის. ავტომატურად უკვე გადავიდა გეგმა ბ-ზე და უკვე ნელ-ნელა ესეც ასპარეზზე გამოჩნდა იმის შემდეგ. უშუალოდ გეგმა ეგ არის. ერთი არ არის, მეორე არის. იერარქია შექმნეს და როგორც კი ბიძინა არ იქნება, აუ, იმდენი გაჩნდებიან, იმდენი ამოვლენ კიდე ახლა რიგში როარია ჩაწყობილები. მას შემდეგ, რაც გეგმა ბედ მოაზრებულმა ივანიშვილმა სათადარიგო სკამიდან მთავარ მოთამაშედ გადაინაცვლა, დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის სპეცოპერაცია, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ოლიგარქის გამარჯვებით დაგვირგვინდა კიდეც. ადამიანი, რომელიც ძალაუფლების გადაბარების პროცესს თვალყურს პირადად ადევნებდა, ივანიშვილისა და მისი გუნდის მდგომარეობას იხსენებს. იმ ადამიანებისას, ვინც მაშინ ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ანზორი მაგალითად ფეხბურთს ათამაშებდა ბავშვებს, თორე ეგ არც პროფესიონალი იყო. არც არაფრით არ გამოირჩეოდა და უახოთ სხვათა შორის ეს ლილუაშვილი, ეს ანზორი, ესენი ყველანი ღარიბაშვილი მაგალითად შესყიდვებში იყო ქართულში და ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ეკიდულობდა. ანუ ეს ტიპები რომ დაბრუნდნენ და არაფრის ცოდნა არ ქონდათ, ამდენი წელი ჩამორჩენა ქონდათ, ხო? ელფოსტაზე მუშაობა რო ესწავლოთ, ან რეზოლუცია ვიზე უნდა დაედოთ და თქვათ, ანუ მოდის ხო საბუთი და უნდა დაანაწილო რა, რომ ეს სამსახურს რა უნდა დაეწევს და ეღოს ელექტრონული მიმოწერა შეაჩერეს და ქაღალდებზე გადაიყვანეს თუ გახსოვთ სამსახურები რაღაც პერიოდი, უბრალოდ არ იცოდნენ რა. დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდათ, რომ ამ ჩამორჩენილ ხალხს რო ესწავლა რა იყო და როგორ იყო. 13 წლის შემდეგ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც მაშინ მართვის ელემენტარული უნარჩვევებიც არ ჰქონდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის გვერდით აღარ არიან. ვინც შემორჩა, თავად ივანიშვილმა მოიშორა. თუმცა მოშორებულები პოსტებიდან მილიონერებად წავიდნენ და ოლიგარქისგან წასული ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ ახლა თვალს სწორედ მათი გაკულაკების პროცესს ვადევნებთ. ახლა როგორ გათხოვდა ქორწილში თავის სიძეს 120,000 euро გიდა მე მგონი Range Rover-ი. ადამიანმა რომელიც მშობლების სპინაში ცხოვრობდა და მე გვერდით იყიდა 60-იანი რაც მართლა თავის შრომით მქონდა ნაბიჯი. ერთ წელიწადში დაბახვაში სახლს აშენეს უზარმაზარს. თი მაგას ეშმაკობა ქონდა ხოლმე რა. იმდენად არაჩენდა როგორც ეხა გარიბაშვილს რო საათები ეკეთა ხელზე. ვეღარ მალავდა, ესე იგი ადამიანი აპრილში აღარ იყო პრემიერ-მინისტრი. აპრილიდან ეს ფულები მალა და 6 მილიონზე მეტი უყურეს, რომელიც ვეღარ დამალა. შენ წარმოვიდგინე რა ამდენია თამათ გატანი, რაც ვერ უნახეს რა. ბიზნეს ერთი მართვალი უნდა ჩაუგდო ეჭვის ნებისმიერზე და რავი, თუ სარწმუნო ვიღაცამ უთხრა ეს მართვალი, იმ მართვალიდან შეიძლება რაღაც მუხა გაიზარდოს ან რაღაც და ფაქტია რომ მაგას რომ მან რომ მივიდნენ, ანუ ხა გომელაურის ჯერი არის
ამის ხო ფული არის თავი. წარმოვიდგინე 200 მილიონისთვის 5 წელი დაუდა და აქ ნახა რომ თურმე 200 მილიონს ჩვეულებრივი ჩინოვნიკი იპარავს და რაღაცა უნდა იწვალოს. შაბათის ეთერისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს მთავარ გმირს მოსაყოლი ბევრი აქვს. ის რაც დღეს მოისმინეთ, მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ ინფორმაციასთან შედარებით, რომლის შეგროვებაც ბიძინა ივანიშვილთან წლების განმავლობაში მუშაობისას შეძლო. უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ კონფიდენტი აპირებს, კულისებიდან გამოვიდეს და რუსული რეჟიმის ქართული ანალოგი ხმის შეუცვლელად ღია დამხილოს.